რომანტიკულია, როცა ბიჭი ასე მოულოდნელად ჩამოგაკითხავს. საღვალ რა ის ელიას. კაი რა მარიამ რაღაცებს ნუ ამუქებ. ჩაქვში უბრალოდ რაღაც ნათესავები ყავს და მაგიტომაც ჩამოვიდა და მე უბრალოდ ჩვენთანაც შემოიარა. ჩვენთან არა, შენთან. რა საკეთებ? ცდილობ ცოტა გავიზარდო. ილიას გამო? არა. მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრი ნამდვილად არ მაწყენდა. აუ ნეტა მეც ვინმეს ასე უყვართ. აუ მარიამ, შენ ყველაფერს რომანტიკად ნუ აქცევ. ჯობია მითხარი ზაფხულისთვის რა გეგმები გვაქვს. იქნებ ერთადაც მოვიფიქროთ რამე. კაი რა, ნუ გადავაგვსაუბარი სხვა თემაზე. ძალიან რომანტიკული იყო ყველაფერი. კარგი, მაინც რაზე ლაპარაკობდით? ყველაფერს ხედავდით, სეირნობდით, მილკშეიკებს ვამდით. სახეზე მარტო ღიმილი გქონდა. რა მოხდა? მითხრა უბრალოდ გავისეირნო თუ მე რაღაც სასაცილო მითხრა და გამიღიმა. რა არის ამაში გასაკვირი ან რომანტიკული? არ ვიცი, მაგრამ რაც მანდ ვიყავი, მაგდენ საერთოდ არ გაგიგებია. თან ზღვა, ტალღების ხმა, სის ჩასწვა. აი ეს არის ნამდვილი რომანტიკა. საღვალილიას რა. კარგი, მორჩი დამღალი რა შენი რომანტიკით. ყველაფერს ზედმეტად აზვიადებ. იცი რა? რა? სასწრაფოდ უნდა გიყოლოთ რომანტიკული ბიჭი. რატომ? იმიტომ რომ მარიამ უკვე ამინდის პროგნოზშიც კი რომანტიკას ხედავ. საფრანგეთმა საერთოდ ვერ ითამაშა. რასაც ქვია მოუგო არგენტინამ ინგლისს. უბრალოდ მესი. აუ რა მესი შეიმენა მესის ფანი ხარ რა. ვერ ხედავ მსაჯების მაგას რო ეხმარებიან. აუ შენს გჯერა მაგსღავრების. ტიპის საუკეთესო რა საგოლე პასები მისცა და არგენტინა გახდება ჩემპიონი. ესპანეთი მოიგებს. ლაზარე, შენ რას ფიქრობ, ვინ გახდება ჩემპიონი? რაო? ვინ ისმის პასი? აუ ეს სხვაგან არის. რა გჭირს, რაღაც ვერ ხარ ხოთზე. არა, არაფერი, უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი და დავფიქრდი. რაზე ჩაფიქრდი და დაფიქრდი? პირდაპირ გეტყვით. აი, ილიას ესე გამოჩენა ნახდა და არ მომეწონა. რა იყო, რატო? ემილი უყურს ლოჯველი. აი, ზუსტად არ მომეწონა. დაგავიწყდა სკოლაში როგორ იქცეოდა? კარგად მახსოვს ყველაფერი. ხო, გაირკვა და მოგვარდა. აი, ეგრე მარტივად რო გვარდებოდეს ყველაფერი კარგი იქნებოდა. ზუსტად ეგ არ მომწონს. რაღაცა ცუდად თამაშობს ეგ ბიჭი, მაგრამ გონია რომ ემილის გულს ატკბის. ეგ არ ვიცი, მაგრამ არ მინდა რომ ემილის გული ატკბოს. კარგი რა, მე მგონი ძალიან ამუქებ. რას ვამუქებ? თქვენ კიდევ არ ქონიათ ისეთი შეხება მაგ ბიჭთან როგორც მე და დამიჯერეთ თქვენზე გაცილებით კარგად ვიცნობ. ისე მგონი, კარგი იყო იმ დროს ან არ უნდა ვაპატიჟეთ პიცაზე. ხო. სიმართლე მოგითხრა, თავიდან საერთოდ არ მინდოდა. ბოლოს კი იმაზე კარგად გამოვიდა ყველაფერი, ვიდრე მეგონა. ალბათ მართალი იყავი. სულ ჩხუბს აზრი არ აქვს. ყველას თავისი საქმე აქვს და ერთმანეთთან შეჯიბრება ნამდვილად არ არის აუცილებელი. იმედია ეს თქვენი შერიგების დასაწყისი იყო. მეც იმედი მაქვს. იქნებ ანამატში წვიტოს ისე მოგცეო თითქოს ყველაზე ჭკუიანი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე გამოცდილი იყოს. მართლა ყველასთვის უფრო მარტივი იქნებოდა თუ ცოტა ნაკლებად ქედმაღლურად მოიქცეოდა. უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. თან რა იცი, იქნებ ერთ დღეს შენ და ილია ერთად იყოთ და ანასთან ნათესავების გამოვხვიდოდით. მარიამ, ისევ დაიწყე.
აი გოგოების მოდიან. აი ეხა არაფერი უთხრა ჩვენ საუბარზე, განსაკუთრებით ემილის. დიდი ხანია გველოდებით? არა, რა დიდი ხანია. უბრალოდ სოფლიო ჩემპიონატის ფინალით ჩავატარეთ. გამარჯვებულიც გამოვალინეთ და ახალი სოფლიო ჩემპიონატსაც დავიწყეთ. თან საიჯის მოსყიდული ყავდა. მოსყიდული კი არა, არ გესვი შეფეხბურთი. კარგი, ვინ მოიგო? ლაზარეს საერთოდ არ უთამაშია, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი ილაპარაკა. რა ვილაპარაკე? აი კიდევ სხვაგან არის. რა გჭირს ლაზარე? მე რაო იდეალურად ვარ. ისე არასდროს ყოფილ ვარ ესე კარგად. კაი წამო გავისენოთ, ვეღარ ჩერდები ერთ ადგილას. მოიცა. ეს რა? მაჩვენა თუ ამას კითხავთ, ესე იგი თამაში უკვე დაიწყო. დრო არ დაკარგავ. პირველი მინიშნება აქ არის, სადაც კინა ხედ გადაიქცა. კინახე? კინის ხე. ზუსტად აქვეა პარკში. თქვენ გონიათ რომ ეს სპეციალურად ჩვენთვის დატოვეს? აბა ვისთვის? აქ ვინმე ხედავთ კიდე? წავიდეთ ვნახოთ. ამოთხრა უნდა. დრითია პირე. არა, კიდევ ერთი მინიშნება უნდა იყოს. შეხედეთ ზემოთ. აუ, რა მოხლა. სწორ გზაზე ხარ, შემდეგი მინიშნება იქ არის, სადაც აიქ შეუძლია გადაიქცეს დედოფლად. ეს რას ნიშნავს? აი კი დედოფალი. ჭადრაკი. კი, სადღაც აქ უნდა იყოს. მართლა beautiful რა დაგხვდეს. ან ფულიცავს შემოდან. თეორია ბოლოს შოკოლადის ფილა არ დავხვდეს. დაბადების დღის კვესტის იდეა. ეს ფურცალი რამდენიმე ნაწილად დაჭერით და წინასწარ პარკში დამალეთ. ბოლოს მონაწილეებს ბუშტები და ტორტი ელოდებათ. ანუ მოიცა, ჩვენ ახლა სხვისი საბავშვო კვესტი გავიარეთ? ანუ ეს მათი კვესტი იყო? არავის არც ერთი სიტყვა. გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს